შავი ვარდი. ოზლემ. შეჩერდით. ოზლემ. ოზლემ. ვიცოდი რომ მოხვიდოდი. ფიქრობდი იმის გარდა არავინ არ მოვა მეთქი. გაჩვენდი. ნოვაბარაკობ. კარგად იქნები. საავადმყოფოში წაგიყვან, ნუ გეშინია. საბრი, რაკენი ძმაო, ხვდები რა ჩაიდინე. დაიმსახურა. ღირსი. მომისმინე. ჩვენ ნამუსი გვაქვს. ჩვენი ნამუსით ვცხოვრობთ და ღირსეულად დავიხოცებით. ის მიიღო რაც ეკუთვნოდა, გესმის? გასაგებია ძმაო, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ? ისევ დაგიჭერენ. ხომ ასეა? დამიჭერენ. შენ გონია მეშინია? შენი და რომ გაბოს და მაშინ სად იყავი? მიპასუხე. მე ჩემი ღირსების დასაცავად ციხეში ვიჯექი. შენ კი დას ვერ მიხედე. ყველაფერი გავიგე რაც მოხდა. და შენც ბოლომდე ჩემთან დარჩები. ოზლემი მოკვდა. ახლა რაღა გინდა? ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. იმ ნაზირალა კენდალსაც ჩავაძაღლებ. სირცხვილს სისხლით ჩამოვირეცხავ. ერთხელ მაინც მოიქეცი კაცურად. ერთხელ მაინც. ხომ გითხარი წავიდე და უბრალოდ დაველაპარაკოთ მეთქი. შენი არაღი გამოიყენე. გაიქეცი, საბრი. არ ღირს. წადი, გაიქეცი. გავიქცი არა? რას მეუბნები? არა ძმაო. შენც ჩემთან ერთად წამოხვალ ყველგან. გესმის? ყველგან. თუ ჩემს ღალად შეეცდები, შენც მოვკლავ. რა მნიშვნელობა ექნება ერთი მეყოლება მოკლული თუ ორი? დამოვკალი და ძმასაც გავიმეტებ. რა მოხდა ნარინ? რა სახე გაქვს? მე უნდა მეთქვა. ბარან. დედა. მე ხომ ბევრს არაფერს ვითხოვდი. მინდოდა უბრალოდ მშვიდად დამეძინე. ისე მეჭამა რომ ლუკმები არ დამეთვალა. ვინმე მომფერებოდა. ჩასაცმელი მქონოდა. ბევრს ვითხოვდი? ეს ბევრია, ქასიმ? ბევრია? ოზლემ არ დანებდე.
სიკვდილს არ დანებდე ოზლემ. მის უნდა მეთქვა რომ მაიას რა დაემართა. მაიას სწავლაზე არ იფიქრო. ჩვენ ვიზრუნებთ რომ ისწავლოს. დედა. მოსაყვარელო. ბავშვი ოფლიანია. შულო, წადი ერთი ჭიქას ყალი მოიტანე. შვილების გამო ხომ ყველაფერს ვაკეთებთ. დედა ხარ. და მინდა დაგამშვიდო რომ მაიას გამო არ ინერვიულო. მაია ისწავლის. სიმართლე რომ გითხრა ვერაფერი გავიგე, მაგრამ საჭირო არ არის. დიდი მადლობა. მე თვითონ ვეცდები ამ საკითხის მოგვარებას. იმის თქმა მინდა რომ ჩვენ სხვა უსიამოვნებები გვაქვს. ჩვენი უთანხმოება არაფერ შუაშია. უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს სხვა საკითხია. ჩვენს პრობლემებთან კავშირში არ არის. ბარანმა და ადამ ვერ ჩააბარეს. მაია და აიშე ისწავლიან. ორივე ისწავლის. ეს ზარმაცები კი ისევ მოემზადებიან. ასე არ არის შვილო? ნარინ, შუაღამისას ამის სათქმელად მოხვედი? ვინ დამიტირებს, ვინ? გული ვის დაწყდება, რომ მოვკვდები? ოზლემ გაჩუმდი გთხოვ. კენდალს? თუ ჩემს ძმას რომელმაც სამქორუშად გამყიდა, თუ დედაჩემმა რომელსაც სულ არ ანაღლებს როგორ ვარ? ვინ დამიტირებს? ვის დასწყდება გული? მე ვიტირებ. მე ვიგლოვებ. დედა, ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ შვილო. წადი დაიძინე. დედა, ჯერ ყვიროდი არაო. მე ებრუსთან მიხვედი და ამშვიდებდი მაიას ჩვენ გადავუხდით პულსო. შვილო, ყველაფერი რიგზეა. წადი დაისვენე, დაიძინე. შენ? მე წყალს დავლებ და მეც დასაძინებლად წავალ. წადი ღამე მშვიდობისა. Hadi iyi geceler. ზოგი გაჩუმდება, ზოგი არა. მაგრამ მე ყველაფერი გავითვალისწინე. არავის მივცემ უფლებას ჩემი შვილი წამართვას. ნიშნულობა არ აქვს, რა შედეგი მოჰყვება ამას. ოზლემ.
თვალები გაახილე ოზლემ. არ უნდა მოკვდე ოზლემ. ოზლემ არ მოკვდე. რა ხდება? კენდალ, გძინავს? ნარინ? ღმერთო, ამ სახლში მშვიდი ძილი არ მეღირსა და არც მეღირსება. ამაში უკვე დავწმუნდი. კენდალ, რა მოხდა ნარინ? რა მოხდა დეიდაშვილო, რა სახე გაქვს? კენდალ, ოზლემი, ამის გამო გამაღვიძე ნარინ? შენ ამ საქმეში არ ჩაერიო. ძალიან დავიღალე. ახლა თავისმა გიჟმა ძმებმა მიხედონ. წყილი თუ არ გასლისეთ, თავზე აგაცოცდება. შენ არ ჩაერიო. ეგ გველი ამ სახლში ვეღარ შემოძვრება. ვეღარასოდეს. კენდალ, ნუყვირი. სულ სხვა რამის სათქმელად მოვედი. რა გინდა? ოზლემმა შეტყობინება გამოგვიგზავნა. მეც და ებრუსაც. ბარანი ებრუს შვილიაო. რას ამბობ დეიდაშვილო? ოზლემ, ვიცოდი ვინანებდი სიცოცხლეს რომ არ გამოგასალმე. ოზლემ, გთხოვ არ მოკვდე. ჯერ ადრეა. შენამდე ძალიან ბევრი იმსახურებს სიკვდილს. შენ არ მოკვდე, გთხოვ. თვალები გაახილე ოზლემ. გახსოვს რომ ამბობდი არავინ დამიტირებსო. მე გითხარი, მე დაგიტირებ მეთქი. გაახილე თვალები და ნახე როგორ ტირი. ჩემს სრემლებს ყველა არ იმსახურებს, იმიტომ რომ ქასიმი იშვიათად ტირის. ქასიმს ტირილი არ უყვარს. მაგრამ შენთვის ვიტირე ოზლემ. შენთვის ვიტირე. თვალები გაახილე და ნახავ. ოზლემ, შენ ჭკუას ვერასდროს ისწავლი. ღმერთმა იცის კიდევ ვის უთხრა. მე ებრუს ტელეფონში შეტყობინება წავშალე, მაგრამ არ ვიცი კიდევ ვინ იცის. შენ სასამართლოზე აპირებდი თქმას, მაგრამ გადაიფიქრე. სადაცაა ჩემს ძმასაც წამოწდება სიმართლე. ერთ დღეს დედაც დაიღლება და იტყვის მეტი აღარ შემიძლიაო. ოზლემის გაჩუმება ხომ შეუძლებელია. გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. დამეხმარე, გეხვეწები, როგორმე დამეხმარე. შენი იმედი მაქვს. ვინ მიშველის? რა შემიძლია დეიდაშვილო? ოზლემს არ იცნობ? კენდალ, ხომ იცი ოზლემს რა უნდა? საკმარისია თავისი ძმებისგან შორს იყოს. ოზლემი სახლში დააბრუნე. მოიყვანე, გთხოვ. არა დეიდაშვილო, მე იმ ქალს აქ აღარ შემოვიყვან. უბეში გველი გამიზრდია და ვერ ხვდებოდი. არა, ეგ დაივიწყე. მაშინ როგორმე შეაჩერე. ბარანმა ეს რომ გაიგოს, მარტო მე კი არა, ყველას შეგვიძულებს და ზურგს შეგვაქცევს. ის ხომ შენი შვილიც არის. წლებია ამას არ გაიძახი. ახლა ოზლემის გამო შვილს დაკარგა? გემუდარები. რა მეიღონე? ხომ იცი? მე ბარანისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი. დამეხმარეთ. ჩკარა. სწრაფად. იმ დამპალმა საიდან გაიგო? არ ვიცი. სანამ წაიყვანდი, რიზას დედა მოვიდა. სულელი ქალია.
ალბათ მისი ნათქვამიდან რამეს მიხვდა. ებრუ რომ მოვიდა ოზლემი მაშინაც რაღაცის თქმას ცდილობდა. არ ვიცი რა მოხდა. არ ვიცი. ოზლემ. სანამ არ შემომაკვდები თავს არ დაგვანებებ არა? ხომ იცი ოზლემი არ გაჩერდება. ახლა ჩვენგან შორს არის. ვინ იცის რას იწამს? ვინ იცის ვის რას ეტყვის? საიდან გაიგე ოზლემ? საიდან გაიგე? რა მნიშვნელობა აქვს საიდან გაიგო? თავარი ის არის ვის უთხრა. Yok Serdar olmaz. არა სერდარ. Maya git. მაია წასვლას მაინც არ აპირებს. ხომ ხედავ შენი ბრალი არ ყოფილა? Hadi. მიდი გამხიარულდი. Şimdi biraz neşelenip ჩვენს პროგრამას მივხედოთ. programımıza bakalım. მიდი. ხალხი ასეთ უნივერსიტეტში მოხვედრაზე ოცნებობს. Serdar hangi სერდარ, kararı როგორ alman ისწავლის? lazım? ფული არ გვაქვს. Gitmeyeceğim diyor zaten. თუ ასე ძალიან გინდა, შენ თვითონ უთხარი. Aslında გამომართვი, söyleyecekleri შენთან varmış. საქმე აქვს. Efendim. გისმენ სერდარ. Maya. მაია, Yani უარს ნუიტყვი. şey yani. შეიძლება სტიპენდიაც mutlu ayrılır bir დაგინიშნონ. şekilde. Düşündüğün için teşekkür გმადლობ, ederim. რომ ჩემზე ფიქრობ. Hadi anlat. გახსოვს ერთ ბიჭზე რომ გიყვებოდი? Turist. ტურისტზე. Benim hoşlandığım. ნახვა არ მინდა. Yani şimdi მართალია მის hissetmiyorum მიმართ ama არაფერს karşı გრძნობ, მაგრამ ისიც სტამბოლშია. ama O da İstanbul'da. არ მინდა მისი ნახვა. Görmeye dayanamam ben. არ მინდა. Biraz da o yüzden. თავს ამის გამოც ვიკავებ. Maya, მაია, sen bu söylediğin შენ თვითონ გჯერა რასაც ამბობ. 15 milyonluk 15 მილიონიან ქალაქში მაინც და მაინც ის ტურისტი შეგხვდება? ყოჩახ მაია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ცუდი დამთხოვებიც. Kötü tesadüf. ფიქრობ ამდენ ხალხში როგორ უნდა შეხვდეს, მაგრამ ყველაფერი Bu შეგვხვდება. yazısının içinde Nasıl olur diyorsun? ყველაფერი. Ne oluyor? მაპატიე სერდარ, მაია ცოტა დაბნეულია. არც ვამტყუნებ. ბუნებრივია. ახლა ვთიშებ. ღამემშვიდობისა. კარგი ნახვამდის. ღამემშვიდობისა. ნახვამდის. როგორ ხარ სერდარ? გამარჯობა ძმა. გამარჯობა. სუფრაც არ გაგიშლია დრო რამეში დამეხმარო. Oğlum artık bir iş ucundan. რა მოგდის? მაპატიე ძმაო, დრო ისე გავიდა, ვერ შევამჩნიე. Neyin farkı? შენ ვეღარაფერს ამჩნევ. მეთაურო ღუზის სამვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრებას მიაჩვიე. მაია, შენ უნივერსიტეტში ისწავლი. Hayır anne. არა დედა, Böyle bir არ şey მინდა. istemiyorum. Ya neden რატომ არ anlamak გინდა გაიგო, რომ არ istemiyorsun? მინდა? Neden? ცოტა ხნის წინ ჩემთან ნარინი მოვიდა, მასაც კი უნდა რომ ისწავლო. ჩათვალე რომ სტიპენდიას იღებ და არა დახმარებას. თანაც მაია მე ისედაც, თანაც შენ რა დედა? რა? აქ კენდალთან ერთად რა უნდა გააკეთო? ხვეზელს გამოაცხობ და ფულს იშოვი? Hadi öyle დაუშვათ olmayı იშოვე, kabul მაგრამ edeceksin. სიმწრით ნაშოვნი Şu ფულიც paranı მე გამოგართვა? bana mı yollayacaksın არა anne დედა, ya? Ben ასე böyle არ bir şey მინდა. istemiyorum. Varlık içinde წესით yokluk მდიდრები çekiyorsun. უნდა ვიყოთ და Bunca გვიჭირს. harcama fıstık ამ ხელა bahçesinin ქონება და hepsi ქარხანა Kendall'ın. მარტო Babanın da კენდალიც hiç არის? şansı yok.
ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, მაგრამ დედას ხომ ამათი არაფერი უნდა. ადა მე მათ ფულს ვერასოდეს მოვთხოვ. ხო და არ მოთხოვო დედა, არ მოთხოვო. მე არ გეუბნები იმათ ხოვრე მეთქი, ის მივიღოთ რაც გვეკუთვნის. კარგი, გასულ წელს ასე ძალიან არ გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა მაია სტუდენტი გახდა. ისეთ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ხალხი მოხვედრაზე ოცნებობს. ასეთ პირობებში ჩააბარა, მაგრამ დედა ჩემის თავმოყრობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე მაიას მომავალი. ხომ ასეა? იმიტომ რომ დედა არასოდეს ადა საკმარისია. მართლა საკმარისია დედა. დავიღალეთ. რა ხდება? ოპერაციაზე შეიყვანეს ტყვია ძალიან საშიში ადგილასაა ჩარჩენილი. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ. გადარჩენას უსურვებ. მადლობთ. მეუღლე ხართ? არა, ნაცნობი. დაჭრილი მე ვიპოვე. წამომყევით ჩვენებას ჩამოგართმევთ. კარგი. გიშდები, როცა ვფიქრობ, ამდენი ქონება აქვთ და მამაჩვენის არაფერია. ყველა კენდალს რატომ ემორჩილება? ქადრია ჰანიმის საქციელიც კი ყალბია. ძის ჩუმად და არაფერს აკეთებს. ოზლემი ცემაცემით გააგდო და ხმა არავის ამოუღია. ასეთები არიან. მიკვირს, მაგრამ შენც მათ დაემსგავსე. დამშვიდდით, გთხოვთ. შენს ძმას ძინავს. რა მოხდება უფრო მშვიდად რომ ვილაპარაკოთ? ჩემს ძმას არ ძინავს დედა, ცუდად არის და ხმას იმიტომ არ იღებს. მამა აღარ ჰყავს და დარდობს. შვილების გამო დამწუხრებული ხარ არა დედა? ალბათ ვინმეს ელაპარაკება და ამიტომ არ გპასუხობს. კარგი, მორჩინარინ. მეც მოგამაგიჟებ. არავის არ ელაპარაკება, ამდენ ხანს გავიგებდით. წადი დაწექი, ხვალ გავცემ პასუხს. როგორ გასცემ პასუხს? სახლში არ არის. გააგდე, რისი შეეშინდება, ან ვისი მოერიდება. სახლში რომ ყოფილიყო, გაჩუმდებოდა. ოზლემს აღარაფერი აქვს დასაკარგი. იმ სახლში მაინც დაიღუპება. ხო, ასე იქნება. მომისმინე დეიდაშვილო, ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს არ მიცნობდე. გითხარი, წადი დაიძინე ამ შუაღამისას, ნუ ღარ გამაგიჟებ. ვერაფერს ვერ იტყვის. იცის ამას, რაც მოყვება. იცის. შენი სიმშვიდე მაკვირვებს. რა თქმა უნდა. ბიჭს ელოდები და შენთვისაც სულ ერთი გახდა, არა? მარტო დამტოვე, სანამ სიბელი დაორსულდებოდა. მანამდე იყო შენი ერთადერთი ბიჭი. მომისმინე ნარინ, ეს მეორედ აღარ გაიმეორა. ბარანი ჩემი შვილია. მას ვერავინ შემიცვლის. რომ იცოდე მისთვის რამდენი რამ მაქვს გაკეთებული, შენს დედობაზე ლაპარაკიც კი შეგწყვებოდა. არ დაგავიწყდეს. უფსკრულში გადაიჩეხა და სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯე. სიცოცხლე ვაჩუქე. ახლა მიპასუხე, როგორ გონია ეს საიდუმლო თუ გამჟღავდება, მე არ დავკარგავ ჩემს ბიჭს. თქვენ ძმის მკვლელობაშიც კი დამადანაშაულეთ, მაგრამ შევეგუე და შეგირიგდით. დავივიწყე კიდეც. მორჩი ტირილს. ამაღამ არაფერი მოხდება. დამშვიდდი, ნუ ნერვიულობ. წადი და დაიძინე. კენდალ. წადი ნარინ, დაიძინე. ოხ, ოზლემ. თუ ფიქრობთ, რომ სათანადოდ ვერ დაგიცავით და ყველაფერი ვერ მოგეცით, არ გაგამტყუნებთ. მაგრამ რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი და კიდევ გავაკეთებ. მთავარია ჩემი გჯეროდეთ. აი ეს არის მთავარი. მომისმინე მაია. შენ ისწავლი და აქედან წავალთ.
მაია, ვერ ხედავ რუსგარი რა დღეშია. გაიგო მამა რომ აღარ ყავს. როგორ ფიქრობ, აქედან წასვლა მისთვისაც უკეთესი არ იქნება? ახალი სკოლა, ახალი გარემო. სხვა მეგობრები, ასე აჯობებს. მალე შეეჩვევა. ჩვენ შეიძლება ვერ შევეგუოთ, მაგრამ ის შეეჩვევა. მერე სერდარია და დედა, შეიძლება შემოვიდე. ხუმშვიდობაა შვილო, ამ შუაღამისას რა მოხდა? დედა, ძალიან მეშინია, დამეხმარე. რა მოხდა შვილო? ნუ მაშინებ. კიდევ რა მოხდა? მიპასუხე. გაიძახის მამა არ მაპატიებსო. ღმერთო შენ მიჩვენე სწორი გზა. ბავშვების გამო შეძლებ ებრუ. ბავშვების გამო. რას ამბობ შვილო? დედა, კენდელს მოვუყევი. თხოვე დამეხმარე მეთქი და დაიძინა. გავგიჟდები. შვილო, გეუბნები დამშვიდდი მეთქი, მაგრამ მაინც თავს ვერ იკავებ. შენსაც არ იშლი. დამშვიდდი, შვიდად იყავი. როგორმე. როგორ დამშვიდდე? რა ვქნა დედა? რა გავაკეთო? ოზლემს არ იცნობ? შენ გაჩუმდები, ჩვენც გავჩუმდები, ცხობის გაჩუმდებიან, მაგრამ ის არ გაჩუმდება. თითქოს არ იცნობდე. მე ოზლემზე მეტად შენი მდგომარეობა მაწუხებს შვილო. ძალიან ბევრს ფიქრობ, ზედმეტი მოგდის. ასე არ შეიძლება. მე ბარანის დაკარგვაზე მეტად შენი დაკარგვის მეშინია. სულ ამაზე ვფიქრობ. დედა, ჩემთვის უკვე სულ ერთია. რამე უნდა ვიღონო. ამაზე მხოლოდ მე ვფიქრობ. სხვა არავინ. ქადრიაჰანი. ნეტავ გაიგო? დაბნეული და შეწუხებული რატომ ხარ? სისხლის ძალიან მეშინია, დაჭრილი ქალი თვალწინ მიდგას და ამიტომ. ოჯახს უნდა შევატყობინოთ. დანარჩენს პოლიცია გამოიძიებს. კარგი, ოჯახს მე შევატყობინებ. ოზლემის ძახილში და უხრაში ენაზე ტყავი გადამწვრა. გაგაგდე და შენგან თავი მაინც ვერ დავიხსენი. ღმერთმა დაგწყევლოს ოზლემ. რა ხდება ქასიმ? ამ საღამოს არავის გძინავთ? აღაც უდი ამბავი მოხდა. სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. რა მოხდა? ტელეფონით ვერ გეტყვი. თუ არ შეგაწუხებთ, მინდა დაგელაპარაკოთ. მოდი შვილო, დაჭიქი. მე დედას მაიას სწავლაზე ველაპარაკებოდი. მეც ამის გამო მოვედი. გმადლობ ნარინ. შენი შემოთავაზება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა არ ვიცი გოგოებს ეს როგორ ავუხსნა. რა მოხდა შვილო, გითხარი. ვარდებს ვყიდი და ცოტა ფულს ვშოულობ. სხვა შემოსავალიც მაქვს, მაგრამ მაიას სწავლის ხარჯებს ვერ დავფარავ. მინდა რომ ბავშვებმა მურატის წილი გამოიყენონ.
ან იცოდნენ მაინც, რომ მამისგან დატოვებული ფულით სწავლა შეძლებენ. ნარინ, შენც ხომ თქვი, რომ ადას მომზადება დასჭირდება. კარგი შვილო, გასაგებია. მე შენ კარგად გიცნობ. ბავშვებს სწავლაში ხელს შევუწყობთ. არ ინერვიულო. კარგი? გათენებამდე ვეღარ მოვითმინე. მინდოდა ეს საკითხი მოგვეგვარებინა. მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ღამე მშვიდობისა. შვილო, შენი სიკეთე და გულწრფელობა ცოდვებს კიდევ უფრო გვიმძიმებს. რა ძნელია მტვირთის თრევა. კენდალ, რძალო შემეშვი დაიძინე. ხვალ მურატის კუთვნილ ქონებაზე უნდა დავილაპარაკოთ. იქ რა გინდოდა? ვიცოდი ოზლემ ჰანიმს როგორი ძმებიც ყავდა. მივხვდი რომ რაღაცას დაუშავებდნენ, მივედი და დედამისმა მითხრა ძმებმა სასაფლაოსკენ წაიყვანესო. მერე კი ეს ამბავი მოხდა. ვერ მეუსარე. გასაგებია. შემთხვევის ადგილზე გამოძიება დააჩქარეთ. ეჭმიტანილები დანაშაულის ადგილთან სადმე ახლოს იქნებიან. დამხმარე ჯგუფი გაუშვით. შენ აქ რა გინდა? შენს თავს არავის არ დავუთმობ, შვილო. არავის ამ ქვეყანაზე. კომისარო, შემთხვევის ადგილზე ერთი მობილური ტელეფონი ვიპოვეთ. კარგი, შეიძლება ოზლემ ჰანიმისაა, სამხილად შეინახეთ. ძებნა განაგრძეთ. როგორც გვიბრძანებ, კომისარო? როგორ არის? საოპერაციოდ შეიყვანეს, მძიმედაა. შენ როგორ გაიგე? აღა ვიცოდი რომ ძმები რამეს დაუშავებდნენ. შენთან მოვიდნენ და გესროლეს. ოზლემმა დამირეკა. რიზას ოზლემის სახლის მისამართი გამოვართვი. კიდევ კარგი წავედი. მერე შენც იცი რაც მოხდა. როგორ იყო? გონება ჰქონდა დაკარგული. რამე გითხრა? მაინც რა უნდა ეთქვა კენდალ ბეი? ასე ნუ მიყურებთ, მე პოლიციელი ვარ და საქმის დეტალები მაინტერესებს. რა უნდა ეთქვა ოზლემ ჰანიმს? აქ დარჩი და ყველაფერი შემატყობინე. კარგი. აქ ყოფნას გირჩევნია ოზლემის თავდამსხმელები მოძებნო. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის არაფერი იცი. შენ და კენდალი უკვე ძალიან მიშლით ნერვებს.
ბარან. ბარან, შვილო. შვილო. ბარან. ბარან. არა. ბარან. ნარინ. საწოლი, რომელიც მე დავწვი, ქენდალის შვილის არ ყოფილა. არც ჩემი დაკარგული შვილისთვის იყო. ბარანის საწოლი იყო. ბარანი შენი შვილი არ არის, ნარინ. შენი შვილი არ არის, ბარანი. შვილი დამიბრუნე. შვილი დამიბრუნე, ნარინ. ქენდალ, კოშმარი მესიზმრა. ოზლემი ძმებმა დაჭრეს. ძიმედ არის. ასოცდამერვე სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.